სიყარიბისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, რეფორმები ეკონომიკასა და განათლებაში, ეკოლოგია და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია ამ საკითხებზე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს ტრიბუნიდან. მიხეილ სააკაშვილმა ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას 140 ქვეყნის ლიდერი და დელეგატი ისმენდა. გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა 15 წუთი გაგრძელდა. საქართველოს პრეზიდენტმა თავის სიტყვაში აქცენტი კორუფციასთან ბრძოლის შედეგებზე, სიღარიბის დაძლევასა და განათლების სისტემაში არსებულ ვითარებაზე გააკეთა. ბატონო პრეზიდენტო, ქალბატონებო და ბატონებო, ჩემთვის 1000 წლეულის განვითარების მიზნების განხილვის წელს სიტყვით გამოსვლა დიდი პატივი და პრივილეგიაა. 1000 წლეულის დეკლარაციის შედეგად ბოლო 10 წლეულების განმავლობაში ჩვენ მნიშვნელოვანი ცვლილებების მოწმენი გავხდით. იმისა თუ როგორ ვუდგებით აუცილებელი განვითარების საჭიროებებს. ამ მიდგომას ორი მთავარი საყრდენი აქვს: ინოვაციური ფინანსური მექანიზმების შემოღება და ადგილობრივი ბიზნესის იდეების სანდოობა. იყო შესაძლებლობა, რომ საქართველო გამხდარიყო ბიუროკრატიული ქვეყანა. ამის ნაცვლად ჩვენმა ქვეყანამ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ახლა ის წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან იარაღს 1000 წლეულის გამოწვევების მოსაგვარებლად. რა თქმა უნდა, ჩვენ მეტი ფული გვჭირდება, ამას მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ვერანაირი ფულადი დახმარება კონკრეტულ შედეგს ვერ მოგვიტანს. თუმცა ყურადღებას არ დაუთმობთ ადგილობრივ მფლობელობას, როგორც ძირითად იდეას. ადგილობრივი პასუხისმგებლობა ნორმალურ ქვეყნებში სხვანაირად ესმით. ის უნდა აძლიერებდეს და სტიმულს აძლევდეს მთავრობას. 1000 წლეულის მიზანი არ არის მხოლოდ გლობალური ეთიკის ან აბსტრაქტული ფინანსური და ეკონომიკური ფილოსოფიის გამოხატულება. ის წარმოადგენს გლობალურ მიზანს, რომელსაც დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. ისინი აიძულებენ ადგილობრივ ბაზარზე მყოფ პირებს აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა წარმატებაზე. ქვეყანა უბრალოდ ვერ იქნება სტაბილური, თუ არ შემცირდეს სიღარიბის მაჩვენებელი, თუ არ ვიზრუნდეთ ჯანდაცვასა და განათლებაზე. ვერც მსოფლიო იქნება სტაბილური და ის ჩვენ ყველა ვიცით. საქმე მარტო ტერორიზმს არ ეხება, არამედ ტრაფიკინგი, არალეგალური ემიგრაცია, მსგავსი პრობლემები, რისგანაც კედლები ვერ დაგუცავს. მიმართვაში საქართველოს პრეზიდენტმა 2003 წელს დაწყებული რეფორმების მიღწევებზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ იმ დროს, როდესაც 1000 წლეულის განვითარების პროგრამას ხელი ეწერებოდა, საქართველო წარუმატებელი ქვეყანა იყო. 2003 წლიდან საქართველომ ბევრი ნაბიჯი გადადგა სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლაში. უზრუნველყავით განათლება, დასაქმება და თავშესაფარი. გავაუმჯობესეთ ჩობადობის მაჩვენებელი და ჯანდაცვის სისტემა, ვებრძვით შიდს. წარმოვადგინეთ კარგი პროგრამები, რომლებიც იმედი მაქვს სხვებსაც გამოადგებათ მუშაობაში. ისევე როგორც ჩვენ ვისწავლით თქვენგან ბევრ მნიშვნელოვან რამეს, ეს ყველაფერი კი იმისთვის კეთდება, რომ განხორციელდეს გაეროს 1000 წლეულის გამოწვევის პროგრამის მიზნები. ჩვენმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ადგილობრივი ბიზნესის შესაძლებლობების განვითარებაზე. არის ერთი ტერმინი, რომელიც კერძო ბიზნესთან პირდაპირ არის დაკავშირებული. ეს არის კორუფცია. კორუფციასთან ბრძოლა და მისი დამარცხება. კორუფციასთან ბრძოლა შესაძლოა 1000 წლეულის გამოწვევის პროგრამაში ოფიციალურად არ შედის, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ პროგრესის მისაღწევად ეს აუცილებელია. როდესაც 1000 წლეულის განვითარების პროექტს ხელი ეწერებოდა, საქართველო იყო წარუმატებელი ქვეყანა, განუვითარებელი ინფრასტრუქტურით და სისტემური კორუფციით. მილიარდობით ფულადი დახმარება ფაქტობრივად არაფერზე იხარჯებოდა. დროის უმეტეს ნაწილში კი არ იყო ელექტროენერგია. პენსიები პენსიონერებამდე იშვიათად აღწევდა. განათლების შესაძლებლობა განისაზღვრებოდა არა ნიჭით, არამედ ქრთამებით. დახმარების დიდი ნაწილი ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს ხმარდებოდა და არა მათ, ვისაც ეს რეალურად ჭირდებოდა. 2003 წლის ვარდების რევოლუციამ ვითარება დრამატულად შეცვალა. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ჩემი მთავრობის მთავარი მიზანი გახდა. ამისათვის ჩვენ მივიღეთ რადიკალური, ლეგალური და პრაქტიკული ზომები. შემთხვევითი არ არის, რომ მომდევნო წლებში საქართველოს მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია 1000 წლეულის განვითარების პროგრამის ფარგლებში. ჩვენ ვებრძოდით სიღარიბეს როგორც პირდაპირ, ასევე სამუშაო ადგილების უზრუნველყოფით. ეს შეიცავდა სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას, სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფას და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნას, რომ მოგვეზიდა ინვესტორები. გავატარეთ საპენსიო რეფორმა, დავადგინეთ სოციალურად დაუცველი ჯგუფები. 2003 წელს სიღარიბის მაჩვენებელი 42%-ს აღემატებოდა, ახლა კი 18%-ზე ნაკლებია. თავის გამოსვლაში მთავარი აქცენტი პრეზიდენტმა ასევე შიდსთან ბრძოლის თემაზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ დღეს საქართველოში ამ დაავადების გავრცელების ტემპების შესაჩერებლად სპეციალური პროგრამები ხორციელდება. 2003 წლიდან საქართველო ინტენსიურად მუშაობს ჟანდაცვის სისტემის რეფორმირებაზეც, იმაზე რომ მივახციოთ გამჭვირვალობა სადაზღვევო სისტემასა და ფარმაცევტულ ბაზრებთან მიმართებაში. ჩვენ ასევე გვაქვს ძალიან კარგი პროგრამა შიდსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. მათ შორის არის პროგრამა, რომელიც გათვალისწინებულია ეგრეთ წოდებული მაღალი რისკის ჯგუფებისთვის, გულისხმობ მკურნალობას დაავადებულთათვისაც. ასევე ითვალისწინებს საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც დაავადების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და საზოგადოებაში არსებული სტიგმების შემცირებას ემსახურება. ჩვენ ასევე ვცდილობთ ვებრძოლოთ ეგრეთ წოდებულ მეორად დაავადებებს, როგორიცაა ტუბერკულოზი და ბ ჰეპატიტი. ტუბერკულოზისთვის შექმნილმა სპეციალურმა ოთახებმა მოგვცა საშუალება, რომ ეს დაავადება გვეკონტროლებინა. ამ და სხვა ჯანდაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე სანდრა ელისაბედ რულოვსი მუშაობს. ის უძღვება პროექტებს და ახორციელებს სხვადასხვა პროგრამას.
ის ასევე ჩემი მეუღლეც არის და მუშაობს არა მხოლოდ დაწესებულების ხელმძღვანელად, არამედ როგორც მედ და საავადმყოფოებში პაციენტებისთვის. ამიტომაც არის რომ ამ თემას კარგად ვიცნობ. მომდევნო საკითხი არის შობადობა და ბავშვთა ჯანმრთელობა, რაც თავის თავში გულისხმობს ოჯახის დაგეგმვის პროგრამებს, ორსულებსა და ახალშობილებზე ზრუნვას. ეს არის სფერო, სადაც კერძო სექტორი არის ჩართული. ჩვენ გვჯერა რომ ამ პრობლემების გრძელვადიან გადაჭრას ხელს შევუწყობთ. საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც პირველმა მიიღო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის საპილოტო კურსი. ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ რევოლუცია, როგორც კაცებმა, ასევე ქალებმა რეფორმატორებმა განახორციელეს. ამის შედეგად ახალ საქართველოში მეტი შესაძლებლობაა შექმნილი, რამაც ქალებს შესაძლებლობა მისცა მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გენდერული თანასწორობა იქნეს მიღწეული. ჩვენ ხელს ვუწყობთ, რომ მეტი ქალი იყოს პარლამენტში, ასევე ყოს მეტი ქალი მთავრობაში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მიხეილ სააკაშვილმა გამოსვლის მეორე ნაწილში ეკოლოგიურ პრობლემებზეც ისაუბრა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თემასაც შეეხო. ამ ეტაპზე გარემოს დაცვის მხრივ გვაქვს ერთი პრობლემა და ეს ხდება რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე, სადაც სამწუხაროდ ამ ეტაპზე საქართველოს მთავრობას არ აქვს შესაძლებლობა ჩაერიოს და დაიცვას გარემო. ჩვენ ძალიან გვაშფოთებს გარემოსთვის მიყენებული ზიანი, რესურსების გადატანის გამო, რომელიც სოჩში ოლიმპიური თამაშების ორგანიზებისთვის ხორციელდება. მე ვთხოვდი პარტნიორებს დაგვეხმარონ სიტუაციის მონიტორინგში, რადგან შედეგის მისაღწევად ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ ეგრეთ წოდებული შავი ხვრელები. დღეისათვის კი საქართველოს ტერიტორიის 20% ასეთი შავი ხვრელებისაგან შედგება. სწორედ ამიტომ ვთხოვთ თითოეულ თქვენგანს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს სტრატეგიის მხარდაჭერას. სტრატეგია ითვალისწინებს სხვადასხვა საზოგადოებრივ პროგრამას. იმ პირობებშიც კი, როცა ჩვენ ყავს 500,000 დევნელი და იძულებით გადაადგილებული პირი. ოკუპირებული ტერიტორიები კი თითქმის დაცლილია ხალხისგან. ჩვენ არ გვინდა რომ იქ დარჩენილი რომელიმე მოქალაქე ამ სტრატეგიის მიღმა დარჩეს, მაგრამ ამ სტრატეგიის განხორციელება შეუძლებელი იქნება საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის გარეშე. ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოს წარმატება არ იქნებოდა იგივე ამ წარმატების გარეშე. 1000 წლეულის განვითარების პროგრამა საშუალებას გვაძლევს ჩამოვაყალიბოთ უფრო ეფექტური პარტნიორობა. ეს საერთაშორისო ინტეგრაციის ახალი მექანიზმია. საქართველოში, სადაც ჩვენ ხედავთ, რომ ანადგურებდა კორუფცია ჩვენს ერს, ჩვენ გქონდა მარაგი და ასევე შესაძლებლობა, რომ გვებრძოლა მათ წინააღმდეგ. ვინც ფიქრობდა, რომ სიმდიდრის მოხოჭა, რომ მათი როგორც ლიდერის უფლება იყო, მაგრამ ბევრ ადგილას ადამიანები ფიქრობენ საკუთარი თავის გადარჩენაზე და ბევრი დრო არჩევათ, რომ იფიქრონ უკეთეს მომავალზე. დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ვილაპარაკოთ მათ მაგივრად, ვისაც საკუთარი უფლებების დაცვა არ შეუძლია. კორუფციასთან ბრძოლა და ადგილობრივი მფლობელობის განვითარება უახლოესი 5 წლის განმავლობაში პროგრამის მთავარ გამოწვევად რჩება. გაეროს გენერალური ასამბლეის 65-ე სესია კიდევ 2 დღე გაგრძელდება. დღეს სიტყვით რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი გამოვა, ხვალ კი ტრიბუნა შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბარაკ ობამას დაეთმობა.